ოპა, მაგრა გადარჩა. ბაიკერებისთვის ეს არის ბოლო სეზონის ნელა იარე, კაცო, წრიულ. ეს მოტოსფეროა მოტოსეზონის გახსნიდან. და შეხედ რამდენი მოტოციკლეტები შეიკრიბნენ აქ, რავი, სავსი არის ჰასკი მოტოპარკი, იქით არ ჩანს. კიდე განახებთ აუცილებლად. რავი, რაღაც მაგარი შეჯიბრებები იგეგმება დღეს ენდურო, ედვენჩერი, ბავშვები, ჯიმხანა, რავი და ძალიან საინტერესო იქნება დარჩით ჩვენთან. მე ვარ ნოდარი, ჩამოხვედი, ჭამე, მივდივარ. სეზონის გახსნა გვაქვს, ძალიან მაგარი ივენთი გამოგდის. უამრავი ხალხი არის. მოკლედ გვაქვს ეხლა ამ შემთხვევაში გვაქვს მოტოჯიმხანის დისციპლინაზე ვართ ეხლა. 4 კლასი გვაქვს, ოპა, მაგრა გადარჩა. 4 კლასი გვაქვს ეხლა ამ დისციპლინაში. გვყავდა სკუტერები, ეხლა ამ წუთას გვყავს მოყვარულები, ასევე გვყავს აბსოლუტი და გვყავს წელს პირველად დაემატა კრუიზერები რა. ეს ერთადია აი ეგ ტიპები არიან ეგენი და ნახოთ აბა ნელ-ნელა ეგ ტიპებიც შემოვიწოვეთ შეჯიბრებისკენ და მე მგონი გადმოვლენ რაღაცა ემაზე. მაგარი, ძალიან ყველაზე მეტი ხალხი არის დღეს, რაც კი რამე ჯიმხანები და შეჯიბრებები ყოფილა და ძალიან მომწონს, ტენდენცია იზრდება. კაი ის არის რა ქვია, ოკეი, თან იმას უყურებ, მაგრამ ერთი მესამე ჯერ ისე გადარჩა, რომ იმენა გული მისკდებათო. კაი ტენდენცია არის, მოკლედ ვიზრდებით, ბევრი მონაწილე ყავს, რაც მთავარია და მიხარია, მაგარი მომზადებულები არიან ბიჭები, იმე სახე გააძრეს ერთმანეთს, მეც სხვათა შორის მეორეზე გავედი, მაგრა იარეს, იმენა კმაყოფილი ვარ, მაგრა გამისწორდა მე თვითონაც. მიუხედავად იმისა, რომ წინა შეჯიბრის მერე, წინა რომ ჯიმხანა იყო, მაგის მერე, ვაფშე იმ კავასაკზე Z650 საერთოდ არ მჯდა რო ვარ და სკუტერით პროსტა ქალაქში ვიარე, ვაფშე არ მივარჯიშია საერთოდ და სახე გამაძრეს, რა თქმა უნდა, მეორე ადგილზე გავედი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მომეწონა, ყველას ურჩევ რომ მოიცალოს და გამოვიდეს ხოლმე, იმიტომ რომ მაგრად გაიზრდებიან. ეს არის ის შეჯიბრი, საიდანაც სწავლობ ტარებას რეალურად. ხო და კიდე ერთი რაღაცა, ორი რაღაცა, ერთი შეჯიბრზე გამოდით ხალხო და მეორე გამოიწერეთ ეს დედაფეთგებული ყარხი, გამოიწერეთ. მეტი არაფერი არ არის შეჯიბრი, პროსტო უნდა დააჭიროთ subscribe და ზარის ღილაკი, მეტი არაფერი აბსოლუტურად. დანარჩენი იქნება, უკეთესი ხარისხები იქნება თუ გამოიწერთ მოკლედ რა. გაკოცეთ. რა არის? და აგარჩევინე. სად არის? აი შენი გამზადებული დავტოვე, დავჭარ რომ მოგატყუო. აგარჩევინე, რომელი? ნახე. ხო გეუბნებოდათ ბრელოკი აღარა მაქვს. ნახეთ რამდენი ბრელოკები აქვს. ესეო ჩამოვიტანე, შენ თუ ჩამოვიტანე, იმიტომ რომ მეთქი აღარ მქონდეს მე რა ვქრათ ხო და აჰა მაგ. მომეც ბრელოკი. აჰა, რომელიც ვინა აი. მოგწონს? კი, კარგია. აა გავიგე. აბა რა ჩაჩქებ? აჰა. ნახე, ამას გამოიწერეთ დავითის არხი. დავუჯერეთ რა? გამოიწერეთ დავითის არხი. ეგ ძალიან კარგი. გამოდი ხარ? გავუდეს გვერდში. გამოდი ხარ? არა. ამდენი მოტოციკლეტი სად მეგინახავს? არა. კი, როგორ არა? მოტოჯიბიზე რო ვიხარ. არ მინახავს. არ გადაობთ, ანუ აი ამის სანახავად არ ხართ აქ მოსულები რო იცოდეთ რა. აი ეს ხდება აქ. სასწაულებ დაფრინავენ, ეს ჩვენი ძმა გაიცანით. ამას აკლდებით და აი უბრალოდ მაინტერესებს მოტომოყვარულები ვინც ხართ, აქ თუ არ ხართ, ახლა რავი აი სად ხართ? სად ახართ? ძალიან ანუ ხშირად არ არის ხოლმე ესეთი ივენთები რას და ჩემი აზრით როცა იმართება და იხარჯება ამ ყველაფერში დრო და ენერგია და სხვადასხვა რავი ფინანსები თუნდაც ჩემი აზრით აი ვაფშე ყველა აქ უნდა ვიყოთ რა და რავი მე მგონი რომ მე შეიძლება რაღაცებზე პრეტენზიები მქონდეს. ოპ გამოიწერეთ. დავითის არხიც გამოიწერეთ. თუ ვინმეა ისეთი რომ დავითის არხი გამოწერილი არა აქ, აი რაზე გელაპარაკოთ ბიჭო? აი სიცხულია ელაპარაკეთ. თუ მე რაზე ველაპარაკო? რაშე მოგწონს? მინდა რომ გამოდიოდა ისე მოგწონს. მე წამო ვინმეს მოუპაროთ მოტოციკლეტი. ვიღაც ცოტა უყურადღებოთ არის და შეგვიძლია წავართოთ. რა პრობლემა? მე მაცვი ამზად ვარ. წრიულზე გამოდი ჩვენთან. ის 180 ხარ ეგენი და 280 ხარ. ამინდა მალულა. ნელა ვივლი. წრიულზე ნელა იარე, კაცო, წრიულზე ნელა უნდა იყოს. ისე არ ფიქრობ რამე ესეთ შეჯიბრებში მონაწილეობებს? თუ ცდი ალბათ ჯიმხანათი დავიწყებ, ყველაზე მარტივით, ასე ვთქვათ. უსაფრთხო უბრალოდ მარტივია. ხო. მე რა სეზონის გახსნაზე ასევე იყო პიტსტოპ მოტოსტენდი, სადაც სხვადასხვა აქტივობები და საინტერესო პრიზები დამხდებოდა.
რა ბაიკით მოძული ადამიანი, აი ეს არის ბაიკით მოძული ადამიანი, ვინც Instagram-ზე თვალყურს გვადევნებთ, აი ბაიკერებს რო სუერჩის ხოლმე, აი ეს არის სახეზე დაიმახსოვრეთ, აი ესეთი ჩამხუტით დადის და ხელთათმანი ცალხელზე უკეთია, ცალზე არა. იმიტომ რომ ტექნიკაც ეგეთი ყავს, არც იქით, არც აქეთ. რას თქვი? რა გინდა ბაიკერებს შეხვედრაზე? მიხარია რომ ესეთი მასშტაბური შეხვედრა, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ბაიკერებისთვის ეს არის ალბათ ბოლო სეზონი, სადაც აი ამდენი ბაიკია. შემდეგ სეზონზე იქნება სუ ტრიციკლები დამიჯერა. აი დამიჯერა. ამოიცვლება რა, იმიტომ ეგ მარჯვენა რულიანები ხო ამოიცვალა, ზუსტად ესე ამოიცვლება ეგ ტექნიკაც რა, იმიტომ რომ ხალხი მიხვდა რომ ბევრად უფრო სასიამოვნოა და ლაიფსტაილში უფრო ჩდება ქართულში ტრიციკლი ვიდრე მოტოციკლი რა. ეხლა გზაში რომ მოვდიოდი, ერთხელ ყავას ვავდი თან, ბახოდო ერთხელ ვეწეოდი და თან ამოდიოდი, ხვდები? კომფორტია. თან ჭამი. არა, ჭამი თან. არა, ეგეც შეგილია რა. კი, რა თქმა უნდა. და ეს თან სამნი ვიყავით. ორმოებში როგორ აცილებთ? ბიჭო, რა ვიცი, მადლობა უთხრა, მინდა ჯერ პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ჰარლი. არ არის ორმოი, მე არ შემხვედრია და თქვენ თუ შეხვდეთ, ალბათ რუსთავში ცუდი მერი გყავთ, თორე აი თვითონ თბილისი არაჩვეულებრივად არის გაწყობილი. რამე შემდეგ კითხვა ხო არ გაქვს პოლიტიკა. ბაიკები არ დადიან ხო და მადლობა მაგისგან. ხო, მე იამკები არ მოხდება. შეიძლება ისეთ უბანში ვცხოვრობ, რომ არ არის იქ იამკები. ხო, სხვაგან შეიძლება არსებობდეს გორიდან, კასპთან, ეგრე შორს არ დავდი. ხო, თუ სადმე მიდივარ თბილისიდანვე მიფრინავ ხო. ყველაზე დიდ ყურადღებას მაინც ჩვენი ტექნიკა იქცევს ბავშვების ზიანს სურათების გადაღება გთხოვეს და მეთქი აი დაჯექით ვისაც გაგიხარდებათ და არიან რაღაცნაირი ეს ზღიანი ბაიკერები რომ მოტოზე ბავშვებს არ სვავენ და სურათს არ აღებინებენ და მე მგონი პატარა ყმერების ამბავია თორე ბავშვს თუ უნდა სურათის გადაღება როგორ უნდა უთხრათ ჩამოსვე შენ მოტოზე ბავშვს არ დასვავდი სურათის გადასაღება ხო და აი ვინ არის ნაბოზარი ბაიკერი რომელმაც აი შემოსვლაში ჩამოსვა ბავშვს დაწერეთ კომენტარებში რომ მე ვარ ის ნაბოზარი ბაიკერი არ დავსვავ კიდე სხვისი ბავშვიც მო ჩემ ბავშვს დავსვავ ჩემ ბაიკზე და რამდენი ტუმაკ დასადები სხვისი ბაიკიზე რატო უნდა დავსვავ რამდენი ხალხი გახსოვს სადმე კი ამდენი ხალხი მახსოვს აი მაგალითად შეხმე პოლიტიკურში დავედი შეკრებაზე გამოვიდა. ყოფილა უფრო დიდი აქციებიც ყოფილა, მაგრამ ამ შემთხვევაში კი ძალიან ბევრი ხალხია და მიხარია რომ მოტო მიმართულება ვითარდება საქართველოში, იმიტომ რომ 2-3 წლის წინ, არა, უფრო 4 წლის წინ ძალიან საცუდაო სიტუაციაში იყო და რამოდენიმე ადამიანი იყო მაყურებელი ესე ვთქვათ და ეხლა უკვე ძალიან კაი სიტუაციაა, ბრენდებიც კარგად არიან წარმოდგენილები, მაგრამ შენ მაინც არ გასპონსორებინ არც ერთი და ეგა სპონსორი იქითაც. ხო და ნახე რამდენი ბრენდია და არ გასპონსორებდა. აი ნახე BMW ეგრეთ წოდებული, მე მგონი უნდა გასპონსორებდეს. და თვითონ BMW სირცხვილი არ არის? ეგრე რომ მიუდგეთ შეიძლება. კი, ამიტომ აი შევარცხინოთ მოდის ბრენდები, ვინც აქ არიან წარმოდგენილები და შენ არ გასპონსორებ. თორე Action Pro ყოველთვის ჩვენ გვერდით არის. Action Pro პიტსტოპის და Action Pro ყოველთვის ჩვენ გვერდით არის და რა ვიცი, აი მადლობა DJI-ის ტექნიკისთვის Action Pro-ს, რომ ყოველთვის გვამარაგებს ხოლმე და რა ვიცი, წელს ვიცი რომ ეხლა შუკამ შემპირდა, ოღონდ რომელმა შუკამ არ დავაკონკრეტებ, რომ ახალი რო გამოვა GoPro მისიაო, ერთი უნდა გიპატარკოთო ბიჭებო რა, პატარკა არის გიფთი. ორი ბოდიში ხო, 2 წელს გამოგიგზავნითო და აი აქედანვე ძალიან დიდი მადლობა მოუხადო შუკაკიძეებს ამ რაღაცა ჩადებული წვლილისთვის ჩვენი არხის განვითარებაში. ხარო რატო არ სპონსორობთ? ჯერ არ ვიცი რა ხალხი არის, ჯერ მივიდეთ, ნახო, თუ ბევრნი არიან არ უთხრა. არა, ცოტანი არიან. თუ ცოტა არიან და გოგოები მაშინ მივიდეთ. Yeah. Hey, what is up? Living off the edge like a bomber lining up. Just another day and another dollar, bruh. I'm dialing in, just count it up. Another win, can't get enough. Watch me put it in a clay for my love. Watch these olive in a leg and I love it. Garden, yeah, I got the swing with the club. All in one. ესე იგი აქეთ სტენდი აქვს, იქით შეჯიბრზე გამოდის. რა ხდება? როგორ ჩაიარა? მოტოსფეროს განვითარებას უწყობთ ხელს ყველანაირად. სხეულით თუ, კომპანიით თუ, მიდგომით თუ, ინტერვიუით რა. მე როგორ ბრძანდება? ნელა-ნელა, როგორ ჩაიარა, როგორ კმაყოფილი? ბიჭო, კარგად ვიარე, პირველი 3 ეტაპია, პირველი ეტაპი ფეილი თითქმის არ მქონია და სტაბილური ტემპი მეჭირა რა.
არ ვიცი, ნახოთ, ესე თუ სამივე ეტაპი ვიარე, შეიძლება რაღაც შედეგსაც გამოვკრა ხელი. ახალი მოტო არ მყავს მორგებული, ორტაქტიანია, აქამდე არ მყოლია და მაგის პირობაზე კარგად ვიარე. თან ორი ბავშვი რო გეძახის და ამ დროს ყურადღება მაინც კამერაზე გაქვს. ჩვენი სპონსორი არის გენერალური Action Pro. ესეთი დონის ბრენდები გვაქვს, რომელიც სოფლიოში არის ტოპ სამეულებში, ასე ვთქვათ რა. კომუნიკაცია, Bluetooth-ის, ტელეფონის სამაგრები, smart მონიტორები, action კამერები და ასე შემდეგ. გამომრჩება რამე და ეწყინება იმ ბრენდის წარმომადგენლებს. ბაიკერების შეხვედრაზე ეს ტრიციკლით რო არის მოსული. აი მაგაზე რას ფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ ამას რო დაბრუნდება თავის ტრიციკლთან ერთი გორბალი მოხსნილი უნდა დახვდეს. მე მგონი რომ hard enduro-ში ოპირებ გამოსულს. წინა ერთი ოღონდ რომ ესე შეძლოს და თვითონ დასახელებაშიც არის Riker Rally. ოღონდ ეგ როგორი რალი არის, იცით, ანუ ასფალტზე და გრუნტიანზე დადის რა. აი აქ ვერ ივლის, იმიტომ რომ ტბაზე რასული ორჯერ. ჭილის ტბაზე რა. გახელა მთხოვა რომ გავიჭედეო, ენდუროთ ვერადიოდა. დაუბუქსიო. შეგიძლიაო რომ ამიყვანო და გაუარე რა, ჩვეულებრივი ტრიციკლი და ავიყვანე რა. და წამოიყვანე. არა, იქ არის. ბიჭო, აქ იყო დარბოდა ეხა. მოიგო. მაგი თუ ამოხვედი ხო ეხა? დაგენიძლავები რომ მოიგო, გინდა? არ მინახია, როგორ გამოდიოდა. რა შეჯიბრია ეგაც არ ვიცი, მაგრამ გახელაძე მოიგო. ბიჭო, მე უყურე ეხა და რას მენიძლავები? ხო მოიგო. მე ხო ვიცი. ხო იქცეოდა ესე პანტაპუნტით რა და ეს წაქცეულ ხალხში აი ეს დადიოდა. კი, მე როგორც ვიცი ბატონო გიორგიმ ბავშვების ასაკშიც მოიგო, მე ახალგაზრდებშიც მოიგო, მე ვეტერანებშიც მოიგო და ყველგან მოიგო, რამე კატეგორია დარჩა, ქალებშიც მოიგო. აი ნახეთ, რამდენი მოტოციკლი არის უბრალოდ შეკრებილი აქ რა და აი რავი, ვინც დღევანდელ დღეს გამოვაკლდით, ალბათ რავი, ძალიან უნდა ნანობდეთ, იმიტომ რომ ესეთი შეხვედრა მე მგონი რომ ჯერ არ ყოფილა ესეთი მასშტაბური, ამდენი ხალხი, ამდენი აქტივობა, რავი, მაგრად ასწორებს და მაგრად მიხარია რომ ეს რაღაცები ხდება რა და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მაყურებელი ყველა შეჯიბრზე, აი ამას ვისურვებდი, აი მთელი გულით, რომ ყველა შეჯიბრზე რაც კი ტარდება ხოლმე მოტოციკლის მიმართულებით მოტოსფეროში, ვისურვებდი, რომ აი ყოველთვის ამდენი კომპანია იყოს ჩართული, ამდენი მაყურებელი იყოს ამოსული, ამდენი აქტივობა იყოს ხოლმე დაგეგმილი და რავი, პირდაპირ კავშირში იქნება ეს ყველაფერი ამ სფეროს განვითარებასთან რა. ჩვენც რა თქმა უნდა, ვინც მონაწილეობას ვღებულობთ ამა თუ იმ შეჯიბრებებში, უფრო მეტი мотиваცია გვექნება, რომ რაღაც გავაკეთოთ რა. რავი, ყველაფერია, ჯიმხანაა, იქით ენდუროა, ბავშვების ენდურო იყო, წყვილთა რბოლა არის და შეგნებულად არ ვანახებ ძალიან ბევრ კადრებს შეჯიბრების, იმიტომ რომ მინდა რომ აი აქ იყოთ, აქ ამოხვიდეთ და აქედან უყუროთ ამ ყველაფერს და არა ეკრანებიდან რა. საერთოდ სხვა აურა არის და მაგრად ასწორებს და რავი, იმედია რომ ყველა შეჯიბრია ესე იქნება რა. თქვენ კი არ დაგაუწდეთ რომ გამოიწეროთ არხი, რომ უფრო მეტი мотиваცია გქონდეს და რა ვიცი, თუ გვექნება მაგის мотиваცია მერე კიდე ჩვენც უფრო მეც მოვინდომებთ და პირადად ამარხსაც, რავი, ეხა მარტო ვარ და იმედია მერე რაღაცებს შევიცვლი და უფრო მეტ კადრს შემოგთავაზებთ, უფრო მეტად ინფორმირებულებს გაგხდით, ვეცდები ყველანაირად და რავი, უბრალოდ ჩვენი мотиваციისთვის ეგ არის ერთ-ერთი რაღაც, რის გაკეთებასაც გთხოვთ რა. მადლობა ყურადღებისთვის და რავი, იმედია შევხვდებით შემდეგ შეჯიბრზე, გნახავთ ყველას ტრეკზე. ეს დღეები გვახსენებს, რატომ გვიყვარს ეს ყველაფერი. ადრენალინი, ხმა, თავისუფლება. ეს არ არის უბრალოდ გართობა. ეს ჩვენი ცხოვრება. მაგრამ რეალობა სხვა. დღეს ბაიკერები ვდგავართ პრობლემის წინაშე, სადაც არასწორად დაწერილი კანონები გვართმევს იმას, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. მოტოციკლი ჩვენთვის არ არის უბრალოდ ტექნიკა. ეს არის თავისუფლება და ჩვენი იდენტობა. ჩვენ არ ვითხოვთ ზედმეტს, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას და გვჯერა მალე მოვა დრო, როცა ეს ხმა კიდევ უფრო ხმამაღლა გაისმება და ეს ქუჩები ისევ სავსე იქნება თავისუფლად მოძრავი ბაიკერები.